Თვითფასო მეგობრებო, ხოთ მიესალმოთ გადაცემა მთავარი ბიჭების წამყვანები ილო ბეროშვილი, ნიკა გრიგოლია და ვანიკო თარხნიშვილი. მობრძანდით, ნახე რა სტუდია დაგახვედრე. მაგარი. ესე იგი, შემოსვლა და მუსიკა არ დაემთხვა ერთმანეთს, სიგრძე მუსიკის შემოსვლა, სიგრძე და არ დაემთხვა ერთმანეთს. ბიჭები გვერდით სტუდიაში იყვნენ, იქიდან წამოვიდნენ. ხო, როგორ ახართ? შემოვიდეთ? ძალიან დიდი მადლობა. კარგად. მოხვედით. პირიქით დიდი მადლობა რომ მოგვიწვიეთ. და მოგილოცოთ რომ გადაცემა იწყება ორშაბათს 22 საათზე, ანუ საღამოს 10 საათზე. გადაცემის სახელია მთავარი ბიჭები, ესე ხო? ასე მოუწევთ. რამდენი ხანია რაც ამ გადაცემას ვიწყებთ თუ გახსოვთ? ერთი მაინტერესებს გადაცემა იწყებაზე რატო არ იყო ტაში? ახლდა რომ თქვა თუ შეიძლება რომ გადაცემა იწყება. გამოვაცხადოთ, ასე ხო? ჰეი! ორშაბათი! ეს არის ბიჭოულები ვარ. შოუს ელემენტები ევასება. აი როგორც ყოფილი ფეხბურთელი ძმაო თუ არ არის ისა, რა ქვია, როგორც აუდიტორია. წამყვანის კაცო. ხო, ეგეც ხო ვარ, გამახსენე. შოუს ელემენტები, თვითონ შოუ, ხვდები, გადაცემას რო იყვია, სად შოუს? შინაარსით და იგივე რო იყოს მნიშვნელობა არ აქვს. ერთი როდესაც ამბობ შოუს და მეორე როდესაც ამბობ გადაცემას, ასე მაქვს. კი ბატონო, რამდენი ხანია რაც ამ გადაცემას ვიწყებთ? ანუ ეს არის კიდე მხოლოდ ქართულის მეორე სეზონიდან ვიწყებთ. მხოლოდ ქართულის მეორე სეზონი რო დასრულდა, მაშინ დავიწყეთ ამ გადაცემაზე. მოდ ვიწყებთ ეგრე, აი იქით ორშაბათს დავიწყებთ, იქით ორშაბათს, იქით და მოვედ კარგი თუ გინდა რომ გამოგივიდეს ეგრეა, შენ რო სუსტრაფი ხარ და ყოველ ორშაბათს დაწყება გინდა, ეგრეა. კარგი თუ გინდა რომ გამოგივიდეს. ეს ერთი წყალი ვით თუდად ეს გახდება. პროვოკატორის გაკეთება. წყალით დაგვახვედ რა, ნეტი რა. ნეტი რა გინდა? ეს დავიმახსოვრ, შეიძლება ჩვენს დავჭირდეს ჩვენს შოუში ესეთი რა. სხვათა შორის ვალი დაგადეთ ახლა რა, ვალი გეკნება, შენც უნდა მოხვიდე მე ჩვენს შოუში. აუცილებლად. ფიცივით იყოს, მოდი ერთი ჭიქიდან შევსვათ ყველამ. ეს ხო იშვიათად დადის სხვა. ახლა ეს ვანიკოს ჩვენთან პირობა დავადებინე. ერთი კლასტერი ვართ მაინც, შეგვიძლია წრუპოთ ერთი წყალი. კარგი, გადავიდეთ, რაზეა გადაცემა? რაზე არ არის, მოდი ესე ხო, აი რომელ გადაცემას არ გავს? ანუ ესე უნდა დავსვა ეს შეკითხვა რა. პირველია გარანტია შემიძლია მოგცე რომ არასდროს არ წარმოადგენთ სტუმარს იცი როგორ მუსიკოსი, ხელოვანი და უბრალოდ კარგი ადამიანი, აი ეს არ იქნება. ყველასათვის საყვარელია და ესეც არ იქნება. არა, ყველასათვის საყვარელი, ეგ რატო იცი რომ დავაკვირდით, გვინდოდა რომ რაღაცნაირად ესე ყოფილიყო წარდგენა, რაღაც განსხვავებული, ყოველთვის ხო ვცდილობ ახალს რო აკეთებ განსხვავებული. რომ დავაკვირდით, აი ეგეთი წარდგენა არასოდეს არ გვექნება, რომ ყველასათვის საყვარელი სტუმარი, ანუ ნახეთ და ყველასათვის საყვარელი ადამიანი არ არსებობს. არ გვეყოლება. დედამიწაზე არ არსებობს, ანუ ფიზიკურად არ შევამოწმეთ. ეგეთ წარდგენები არ გვექნება, ასევე ესთებით არ მივემსგავსოთ რაღაც შოუებს რა. არა, ბადი, რომელ გადაცემას არ ემსგავს, არ იქნება, რომელი გადაცემა არ იქნება. ესეც რა გითხრა ჩვენი არხიდან გითხრა, კონკურენტ არხებზე გითხრა. დაიწყე. რომლით დავიწყო რა? მოდი ამით დავიწყოთ. ხო, გამოვიწყოთ. სამი წამყვანი რატო და აი ზოგიისთვის სამი წამყვანი ეს უცნაური იყო რა, ეხლა ღამის შოუს ხაცას უნდა უყურონ სამი წამყვანი როგორ და აი მაგალითად წამყვანების რაოდენობით თუ ვიმსჯელებთ, ხო, არავითარ შემთხვევაში ვერ დავემსგავსებით პრაიმ შოუ მაგალითად. ხო, მაგალითად პრაიმ შოუ. ვაკაცი გვაკლია. არა, ვერ დავემსგავსებ. პრაიმ შოუ რომ დომებოდა, ფეხბურთს გავაგრძელებდი გენაცვალე. იქაც 11 მიყავით და აქაც გვაკლია ვერ გავუგე. ხო, ღამის შოუს ფორმატს არ გავს, არა. არა, ღამის შოუს ფორმატს ღამის შოუ ესეთი ტიპიური ღამის შოუს ამბავი არ გვექნება რა. არა, აი მაინც და მაინც ჩახუჭუჭებელი, აი, უყურე ჩახუჭუჭებული იუმორისტული თემების ესე გაწურვა მთლად არ გვექნება რა. პოლიტიკური ხუმრობები დიდად არ გვექნება რა. პოლიტიკური ხუმრობები დიდად, აი მაინც და მაინც დიდად პოლიტიკური ხუმრობები არ გვექნება. თუმცა ნუ რაღაცა შევეხებით ასე თუ ისე პოლიტიკა. მაგრამ ჩვენ უბრალოდ გვეშინია. ვისი გეშინია? პოლიტიკური. პოლიტიკოსების გვეშინია. არა, უბრალოდ ფორმატი იმდენად იქნება. იმდენათვის საყვარელი პოლიტიკოსების მოდი ვუთხრათ, ამით იმის თქმა გვინდა რომ შენ არ დაგემსგავსებით რა. კაი. შენ ნუ გეშინია. არ წაგართმევთ რა მაყურებელს. ჩვენ ადიბასი არ ვიქნებ. და ჩვენ ჩვენიანებს არ ვძირავთ რა. როგორ ინტელექტუალური შოუ ხوار იქნება? ინტელექტუალურიც ვერ იქნება. ინტელექტი არ აქვს. ანუ ფიზიკურად ვერ იქნება. სადაა თორე კი? და გიორგი ბაქრაძე ვერ დავითანხმეთ კიდევ ერთ წამყვანად. ინტელექტუალური ყოფილი. ჩვენი რესურსით ინტელექტუალურს ვერ ვქაჩავთ. ანუ ესე იგი მოდი ესე დავაკონკრეტოთ. სამი წამყვანია, რომელიც იხილავს რაღაცა კონკრეტულ თემას. იქ არის მე მგონი რაღაცა ერთი გეტყვი ხუმრობებში თუ გინდა როგორი იქნება უცებ ფორმა. ფორმატი იქნება ესეთი. ორი ბლოკისგან შემდგარი გადაცემა გვექნება, ხო? პირველი ბლოკი იქნება ძირითადად ჩვენი ოხუმრობანი გვექნება ერთი საინტერესო ერთი თემა გვექნება. ძირითადად ვიხუმრებთ ერთ თემაზე, მაგალითად რაღაცას ავიღებთ. ან ეს შეიძლება იყოს სპორტი, შეიძლება იყოს რაღაც ტელევიზია, რა, ბევრი რამ რა. ერთ თემას ავიღებთ, ძირითადად იმაზე ვიხუმრებთ. გვეყოლება სტუმარი
და სტუმარი გვეყოლება ცოტა გამორჩეულ ამპლუაში რა. სტუმართან გვექნება თამაშები, მაგრამ ეგეთი სტანდარტულად თამაშები არა, რომ აი მაგალითად სტუმარი ჩააგდებს თუ არა ბურთს კალათში. დარცი რო ეთამაშა. ცნობილი ადამიანი, საზოგადოებისთვის ცნობილი ადამიანი ჩააგდებს თუ არა ბურთს კალათში, იმიტომ რომ ნახდა, არავის არ აინტერესებს დიდად ცნობილი ადამიანი ბურთს კალათში ჩააგდებს. თამაშები იქნება მორგებული თვითონ სტუმარზე. ამერიკაში და ესეთ ქვეყნებში, დიდ ქვეყნებში აინტერესებთ. უბრალოდ ჩვენთან არ აინტერესებთ, იმიტომ რომ აქვე ცნობილი ადამიანი ნაკლებად საინტერესოა. იმიტომ რომ ამ დილად რო ვთქვა დიდი ქვეყანა არა ვართ. იმიტომ რომ ცნობილი ადამიანი აქ შეიძლება ისედაც ნახო, როგორ აგდებს ბურთს კალათში რა, უბანში ან სადღაც. ხო, ну მოკლედ მაქსიმალურად ვეცდებით, რომ სტუმრებითაც ხო არა ვართ ესე განებივრებული ეს ქვეყანა და ჩვენი სატელევიზიო სივრცე, ხო? ну ერთ სეზონი რომ თავდება, ერთ სეზონზე მთელი ქვეყნის სტუმრებით, ძველის და ახლებიც უკვე შეიძლება უკვე სტუმრები შენთან. ამიტომ ვეცდებით, რომ რაც შეიძლება კიდე განსხვავებული იყოს, აქამდე რაც გვიჭყლეტია ტვინი, კიდე უფრო დავიჭყლოთ და აუცილებლად მოკლედ პირობას. ბევრი იმპროვიზაცია. მაყურებელს პირობას ვაძლევთ, რომ სტუმარს აუცილებლად სახალისო სიტუაციაში ნახავენ რა. გასაგებია. კი, აუცილებლად. ო, ისეთი რომ აი უბანში ვერ ნახავენ რა. ხო. უცაგდებს ეგეც არა. რუბრიკები გვექნება კიდე. ხო, რუბრიკები იქნება ისეთი სახალისო რუბრიკები, რომელიც თამაშიც არ არის, მაგრამ სასაცილოა. ხო, სასაცილო რაღაც. და ასე თქვა არ დავასპოილერებთ ყველას და ბოლომდე კიდე ყველაფერს ვერ ვამბობთ, მაგრამ ერთი რამე ფაქტია, რომ იქნება ძალიან სახალისო და რა ვიცი, ჩემს ძალიან ბევრი ადამიანი გაერთობა სახლში. ჩვენთან მოსulis და სახლში მყოფი. ანუ გასართობი გადაცემა, ანუ კი, აბსოლუტურად თავიდან ბოლომდე გართობაზე ორიენტირებული. არ შენ წარმოვიდგინე მარტო ილოს აზრით კი არა, ჩვენი აზრითაც, უკვე არხის აზრითაც, ანუ ორშაბათიდან ესეთი შოუ ექნება, რომლითაც აუცილებლად მაყურებელს გავახარებ. მაგრამ ერთი არის რომ თავარი ბიჭებიც ესეთი ძალიან ისეთი სახელია რა, აი ხო ხტები. ცოტა პრეტენზიული, აი თავარი ბიჭები. და ძალიან ახალგაზრდულიც. ხო. ზედმეტად. გულწრფელად რო. ცოტა ასაკიდან გამომდინარე თუ ვიტყვით, ცოტა ისე. აღმოაჩინეთ რომ თლათ ეგეთი ბიჭები. არა, ხო, იმიტომ რომ თლათ ბიჭების როგორ თქვი შუახნის მამაკაცები. ხო, რა, მე ამათ ვეუბნებოდი რომ მე მგონი ისეთი შოუ გვაქვს, მეთქე თავარი ბიჭები კი არა, საკუთარ შუახნის ასაკის მამაკაცების შოუს შეიძლება გვერქვას რა. ის არ იყო ადვილი ესეთი ასაკიან ადამიანებთან ურთიერთობა თავიდანვე, მაგრამ რავი, ნელ-ნელა მათ გამოცდილებას ვაფასებ. სულ რამდენიმე თვისურაღა უმცროსია და ამიტომ ჩვენს ასაკს. ყველა 4-ვე ვართ 91-იანები, ხო? 91-იანები ვართ. ბათაშორის, შესაძაც დავიწყეთ ამ შოუზე ფიქრი, ეს იყო პირველი ამოსავალი წერტილი, რომ აუცილებლად 3 წამყვანი ერთ წელს დაბადებული ყოფილი. კი, ეს კასტინგის ერთ-ერთი პირობა იყო. ამით ეს განსხვავდება, აბსოლუტურად მართლა გეუბნები. ეს განსხვავდება ქართულ ტელესერიალებში და მაყურებელს. ესეთი რამე არასდროს არ ყოფილა. უკვე მაყურებელს ძალიან მნიშვნელოვანია. იმდენი ნიჭიერი კაცი იყო 82-იანი, 93-იანი, მაგრამ ვერ გაიარეს, კასტინგი ვერ გაიარეს უბრალოდ. ვერ გაიარა. ხო, მამლები ანუ მამლის. მამლების შოუ. უი, მამლების შოუ უნდა დაგვიწყო. კიდე კაი ეს. ნუ ასაკობრივად მოკლედ ვაქვს რაღაც ამბები. ასაკი შეგეპარათ. ქონდათ ეგ. აუ მე დედასპიცა ვარ, აი დღემდე მეუბნებიან რომ აი მაინც შიგნიდან ახალგაზრდა ხარ, ანუ ამით მიუთითები რომ გარეგნულად მაინც მეტყობა რომ უკვე ასაკში ვარ, მაგრამ ეს შიგნითაზე აქვს და მე ხვდები იცი აი ნელ-ნელა. ხო, მაგ სანამ გააგზელებ. რო გვეუბნებიან ხოლმე თან ისე მორიდებულად, შიგნიდან მაინც ახალგაზრდა ხარ, რაღაც ხას ხო არ უსვამენ რომ ცოტა სულელები ვარ, თუ ისი თქმა უნდა. არ ვიცი, თქმა უნდა ხარ რაღაცას გვატყუებენ, იმიტომ ხა მე მაგალითად გზნობ რომ ბერდები და რაში გამოიხატება, იცი ეს რომ ჭადრე ეხა რომ მივდიოდი ქუჩაში გესმის და ვინმეს უეთქვა რომ აი ასანთი ხო რა გაქვს, ნუ ასანს რატო იტყოდი, ეხა ხო არის სანთებელა რაღაც. ჩვეულებრივად აი ჯიბეში ბიჭურად ჩავიყოფდი ხალხს და მოუკიდავდი და ეხა რომ მეუბნებიან ასანთი ხო რა გაქვს. აი ეს მეწყება. ერთ-ერთი სიმპტომი ეგ არის. ამას ვერ წარმოვიდგენდი ხა ადრე თუ აი ამას გავაკეთებდი ვერა და მეორე მომენტი მაგალითად ესე მოვდივარ აი თქვა კორპუსიდან რაღაც მაგ პროდუქტები და ნუ აი უკვე პლასტიკაზეც მეტყობა. აი ეს ეხა მარტო სიმძიმის გამო კი არ ვარ ხოლმე ესე. ეს უკვე ცხოვრების ასაკმა მოკ. აი ეს რომ მაჭეში უნდა მოხსნი მოდიარი სიარული არის და ამ დროს გათიშული რომ მოდიხარ და ბავშვები რომ ილოძია როგორ ახაცე და ილო გამარჯობა ბავშვი. აბა დაჯიკეთ. აი ესეც აი დაჯდო. დაჯიკი? არა ხარ ბებე. და აი როდგები ესეც მაგ ხოლმე ხანდახან ასე რომ აი მას თუ ვიზავდიო და ბიჭო, მე აი პროდუქტები რო თქვა, რომ პროდუქტების ამბავზე და ასაკზე მეც მაქვს ერთი ამბავი რომ მოკლედ ამ ხო რა მოყვები ალბათ ამ ამბავს ხო? კი, აბა ნუ ახლა ჩვენ და ხო და ესეთი რაღაც ჩვენ რატო ვარ? ბიჭო, ესეთი რაღაც მომივიდა რომ წავედი ბაზარში რა, ბაზრობაზე წავედი დეზერტირების ბაზარზე. მეგობარმა მომცა რომ
ეს მომცა მინიშნება მომცა რომ თუ გინდაო რომ ნამდვილი იმერული ყველი იყიდო იქ ერთ ადგილას მიხვალ და იქ არის აი მივე წავედი ხა იმერული ყველის ლაყიდად დეზერტირების ბაზარზე არ ვიცი უკვე ლეგენდა არის რომ დეზერტირების ბაზარზე იმერულ ყველს ხო მივედი ამ ბაზარში და ბიჭო ხა ყველი ახლა ხალხი ფუთფუთებს ბევრი ხალხია რა და ეხა აქ ესე ხوارდადგები სათითაოდ გამოესო გამარჯობა თქვენი ყველი რაღაც ესე ხوار და ყველს უყურებ რა ყველზე ხარ წასული და დახედავ ყველს მე ეკითხები ვიღაცას ეს არის რა მომასწავლე ზოგადად ყველა გეუბნება რომ ის არის რაც მიგასწავლეს მაგრამ შენ უნდა გამოიცნო სინამდვილე შენ ბიჭო გავარ ამ ყველთან აქ ფუთფუთია ხალხია იღებენ ამას ჩადებენ იქ რაღაც ყველიდან ამოიღებენ წინ ქალბატონი დგას რა ხო და ამ ქალბატონს არ უყურებ და ამ ყველს შევხედე რა გისმენთ თქვენი იმერული ყველი ქალბატონო რა ქალბატონო ბიჭო გრიგოლია ვერ მიცანი შევხედე ახლა ვერა ქალბატონო ვერ გიცანით მე ნანუ კავარ ბიჭო კაპანაძე შენი კურსელი არა მართლა არ ხუმრობ დეიდაი ამბავი ქალბატონი ბიჭო ქალბატონი იყო აშკარად აი ანუ მე ჩვენც ხო უკვე მაქეთ ვართ რომ შეიძლება ბიჭოდან ბატონამდე დედაშვილად მომყიდი არ უცხარი აი ბოლომდე ვერ აი ვიდრე არ დავწმუნდი რომ მართლა ჩემი კურსელი იყო შენობით მაინც ვერ მიმართე მაინც თქვენობით ვესაუბრებოდი რა ასაკში აი მან დაოცდი მე მე მგონი ჩემი ჩამორჩენა უფრო არის რა ხო ხო ეგ მე მგონი შენ გაიყინე ასაკში და დანარჩენმა გააგრძელეს არა ხო ეხლა ძალიან ის არის რა ანუ შენ ყოველ სახალხაზე გონია თან ხო არ უყურებდი ადამიანს შევხედე და ნუ ქალბატონია აშკარად ნუ ეთყობა თან ის საქმე ხო მოითხოვს რაღაც ისე ეცვას რაღაცა და უცებ ვერ ვიცანი რა ადამიანი ხარ რა ვიცი თა ვერ ვაკონტროლებ ხოლმე ვიღაც რაღაცა იხუმრა და რა ჩათალახი ენა გაქმენდი და პლასტიკაც უკვე მეცვლება ადრე ეგეთ რაღაცებს არ ვიზახე რა სუფრაზე არ მოხდე თორე მე სამღერზელოები ნახე აი ცოტა ესეთი ასაკობრივი ხო კი ახლა როგორ აქვს აი ვანიკოს მაგალითად დრო როგორ გაქვს რა თეატრი არა კინოს არ იღებენ არაფერი არა მაქვს ხო საერთოდ კინოც არ არის თეატრი ხო დაიკეტა და სადა მარტო მოგონებები დამშა შემიძლია რამე მოგონება მოგიყვეს მაგალითად ჩვენს ახალგაზრდობაში ანო და ვანოს ვიღებდით და ისე იყო რა ცოტა შინაურულად ვიღებდით მეგობრები რაღაცა და ბოტანიკურ ბაღში ქონდა იქ ბათუმში ხო ბათუმში ვიღებდით ფილმს ბათუმში ვიღებდით ფილმს მაგრამ ისეთი პერიოდი იყო რომ ახალგაზრდები ვართ მოგეხსენებათ და მთელი ღამე რაღაც გულაობდით დილით წაგვიყვანდნენ გადაგვიღებდნენ მთელი დღე მე ისე და საერთოდ არ გვეძინა და ერთი ისე იყო რა დაუგეგმავად იყო ცოტა და რომ წავედით მოვედით უფრო სწორად დილით გადაღებაზე ღამე ნათევები და ეს არის მკვდარი თა რაღაც აჩონჩხლილი რაღაცები გვაწვია ხო ნუ ახლა ხო ხდები ზღაპარს ვიღებ რა ვიღაცა დევია დადიშოლ გაივლის დევი ვიღაცა თელი დღეაც ხო ვიღაცა არის ხაჯი ვიღაცა არის ოჩოპინტრე ვიღაცა რაღაც მე რაღაცა ვიყავი არ ვიცი ჯარისკაცები ვიყავი ჩვენ და აი საშინელებები გვაქვს და ამას ძინავს ჯერ მანქანიდან გადავიდეთ დადეს იქა და ამის სცენა ჯერ არ არის პროსტა ჩვენ გვიღებენ ჯერ არ არის რას ნიშნავს იცი რომ 1 საათში კი არ არის დილის 10 საათი ხოა საღამოს 10 საათია ესე გადაწყვიტა რეჟისორმა რომ მოვიდეს დახატეთ ის ტალახი მიადეთ ეს დაულურჯეთ თვალი ოღონდ 10 ხო არის საღამოს 10-ზე დამჭირდება იქამდე იყოს ჩაცმული რა თქმა უნდა ერთი რაღაცა ხედგას რა ისე ცოტა მსხვილი და იმას ხო ჩრდილი ურტყავს რა მზის ჩრდილი და იქ მოკავად საკაიფოდ აი ეს და ეგ და გდია რა თელი და ის ჩრდილის და ხო გადის რა ეხა ეს ის არ ქვია დრო რა ვიღებ ჩვენ მზე ხო გადადის ეს ჩილი წავა ისე მზეში არის ეს მექანიკურად იგზნოს გადაგორდება ამას ჩრდილს დაუყობა და უყურებ იმდენი ხანი არ გამოიყენეს რომ წრე დაარტყა იმას ბოს ისე ავიყურეთ მანქანა ჩავიდე წავიდა შოდაშორის მაკოტრიალის შემდეგ მთელი ფილმის ჰონორარი დერმატოლოგთან ვიზიტებში დავხარ. დავდეთ იქვე. და რა ხარ მოგონება უნიკალური მცენარია მწვანე კონცხზე ხო ხდები რაღაც სამხრეთ აფრიკული სუსხია და მე ამ სუსხიაზე ვისუსხები გორავზე მხავსი მგონი. არ დატოვებინე. ხო მოკლედ თქვენ მოგვიგო. კიდე ერთი კინოზე მოგონება ტკბილი მოგონებებიდან კინოს რუბრიკაში ფილმს ვიღებთ რა და გადაღება ხო იცი რაღაც მზადება და შენ სანამ აყენებენ კამერას შედიხარ ამ ობრაში და ჩვენ მემზადები და აბა მატორ წავიდა და განცდებში რაღაცებს თამაში და რაღაცა მანქანამ ჩამოიარა ქუჩაში ვიღებთ ჩამოწიეს შემოქმედეს გაიარეს არ შეგვიშალა ჩვენ ვაგრძელებთ რაღაც თამაში მოატრიალეს ისე გააჩერეს ჩამოწიეს კაი კინოს იღებთ ქვეყანებო აი ძალიან აი ამ მდგომარეობაში დარჩები და რა კაი ჩვენ კაი კინო გადაიღეთ ქვეყანებოდ ვეცადეთ მარჩეგორჩინა
რაღაცა შეურაცხყოფელი ქათინაური რაღაცა. მე ჩემი პროფესიაშიც გამახსენდა ეგეთი მაქსი ეგ სიტყვა რო ურევია, მაგრამ იცი რა, ეგ რა კატეგორიის ხალხია, იცი აი ყოფილა რომ აი რო გაქებენ, როგორ გაქებენ, რომ აი ეს კაცი მაგრამ მიყვარს რა, მეუნება, იცი როგორ მიყვარ ხარ ბიჭო, აი მე ვასე, მე შენი ადგილი რო იცი მაგრამ მიყვარ ხარ, მეუნება, ვერ ვიგებ ხოლმე მაგ დროს საზღვა. აი ძმაო იცის რომ იმენა აი თავისი პროფესია თავისთვის არის ძმაო, კაცი არადოს არ იტყვის რომ მეც კაი ტიპი ვარ, ამ თავისთვის არის გოილი კაცია, მაგრამ ჩესნი კაცია. აგიტომ მიყვარ ხარ რომ შენი ადგილი იცი და სადღე გძელო სვავენ, აი რა და შეურაცხყოფას გაყენებს თან გაქებს. შეურაცხყოფას გაყენებს თან გაქებს. ეს ეთქობა ჩემი რაღაცა ცხოვრებისეული კარმაა, რომ რაც კი დიდი ქება მომისმენია თუ შეურაცხყოფის პარალელურად არის რა. სხვათაშორის მინდა გითხრათ რომ ილო ბეროშვილი როგორ გახდა ცნობილი და პოპულარული თუ იცით თქვენ თუ არ იცით საერთოდ გახდა და როგორ გახდა ხო ესეთი გამოუხსნელი რაღაცა რა ეგ და ბერმუდის სამკუთხედია აი ილო ბეროშვილი როგორ გახდა პოპულარული ხო არ ვიცი ერთი ვიცით რომ ბევრს ლაპარაკობს ადამიანი რომელიც ბევრს იქიდა მანამდე ინდურ ფილმებიდან მე ბევრი ინდურ ფილმში მაგ ეს ალბათ მაყურებელმა არ იცის ალბათ ძალიან ბევრი გახდა ესეთი თამაშებია ერთ-ერთი ფილმი არის მაგალითად აღმოსავლეთის პრინცი სცენაც კი შეიძლება გავიხსენოთ აღმოსავლეთის პრინცი იქ მე თამაშობდი როლს შემიძლია ციტატაც კი მოგიყვანოთ აპნი ჯაჰე მარტი და პადე აკატი ჯაჰე პტი ჯაჰე მონი კაჭი აი ნაჰატე ასაფი კენდერ იპოდრომზე რომ გავდივარ ხოლმე და სამედიცინოსთან განსაკუთრებით მაშინ ვწდომე ხოლმე რა სამედიცინოსთან ინდოელი სტუდენტები და პაკისტანელები კრიკეტს თამაშობენ ხოლმე მივიდივარ ამერიკა პაჭაპარტი და უწერ ხოლმე და ეს პარტი სელფი ფათაშორის მინდა გითხრათ რომ ილო დღე-დღეზე ელოდება ბავშვს ზვირფასობა ხო ბატა ბიჭო მამა რო ნახავა მეთერს ხო მიხდები რომ გრიგოლიას უკვე შეეძინა ბავშვი ხო მეორე გოგო აი ამბავია ვანიკო ავს ორი ბავშვი ძალიან გავსინ ამბავს გეტყვი რა კარგს ბავშვის აი წაეცა მოკლედ ბავშვის შეძენის ნუ სიხარული ხო ნებისმიერ ადამიანისთვის რაღაცნაირი გამორჩეული სიხარულია რა ყველაფერსგან განსხვავდება აი ხა ბავშვი შემეძინა უყურე ხო ყველა ტოპსისთვის ვიღაცა ხო ვიღაცა გახარებულია კეიფობს ან რაღაცას აგრესებს ან ბედნი ან ღიმილი ბედნიერების ცნემლები წამოგივა ხო რაღაცა შეიძლება 1000 რამე იყოს და ეხა გეტყვი ერთ რას შევესწარი რა არ ვიცი ის ჯიგარი შეიძლება გვიყურებს ეხა ტელევიზორში მაგრამ ძმაო აი ზუსტად ბავშვის სახელს არ გავიმეორებ რაც დაიძახე მაგრამ აი სიტყვით რაც ნახე მოგიყვებით სამშობიაროში ვარ და უკვე სამშობიაში ვარ ანუ იმ შობიარად შემომეუღლე ბავშვი დაიბადა და რამდენიმე დღე იქ ხო უნდა იყოს და ნუ მეც იქ გამევრჩები იმ პალატაში სადაც ჩემი მეუღლე და ბავშვი არიან და დავანდავდა ჩუსტებით დავფუსფუსებ სხვა მამებთან ერთად დერეფაში და შვიდეა ღამეა სიჩუმეა და დავყურებ ამ ჩემს ბავშვს რო ჩემმა ხმაურმა არ გააღვიძოს და რაღაც არ დაიჭყვიტინოს და უცებ ისმის როგორი ხმა იცი აი სამშობიაროს ეზოს აი სადღაც მეორე სართულზე ხوار და ფანჯრის გარეთ ისმის ხმა რაღაცამ დაიღრია. ოღონდ როგორი განწყობილი ღრიალია, იცი? ნუ ადამიანის ღრიალია, მაგრამ როგორი ღრიალია, იცი? აი ტყეში რომ გელი შემოგხვდება და იცი რომ უეჭველი უნდა შეგჭამოს რა და პროსტა ღრიალით რო გინდა რომ მოკვდე რაღაცა ეგეთი მოხდა ღრიალი და ბიჭო უცებ სულ რაღაცას ფიქრობ ან რაღაცას და ინსტინქტურად ახლა ამ ღრიალზე ფანჯარას გადავიხედე ფანჯარასთან. ესე დგანან 1-5-6 ტიპი დგას, ერთი დგას შუაში რა. ეთქობა ამ ვინც იღრიალა ამას ეყოლა აშკარად შვილი რა და გამოხატვა აი როგორ გამოხატა შვილი რო ეყოლა ამ ღრიალის მე ხო დაამთავრა და ესე გადახედა სამყაროს თქვენი დედა მოდაიბადა აი აუ გამას როგორ ღრიალე თემა სამშობია რომ გაიღვიძა ბიჭო აი იპი ხო ყველაფერი გაგიგია ბავშვის დაბადება ან სამყაროს წინააღმდეგ გააჩინა ეს შვილი რომ ანუ მთელი ცხოვრება ქონდა რომ თქვენ დედამოწულებო აი რომ დაიბადება მან დაგენწრევა აუცებ ხო ყველას დედა გვიტირა ყველა ვაფშე გაგვასწა მე დაიყვირა ბავშვის სახელი დაიღრიალა რა რომ დაიბადა და მე დაიყვირა ბავშვის სახელი ძმას სიყვარული და პატივისცემა აქედან მაგრამ იმდენად ბედნიერი ადამიანი შეიძლება შვილს დაბადება იმდენად ბედნიერი გახდა რომ ეგეთი არაადეკვატური ან რაღაცა აღმოხდეს რა გოლის გადადგმა ვერიგე მე ბავშვი ხარ აი მაგალითად ეხლა უყურე სახლიდან ეხლა ჩემი გოგონა არის 8 თვის რა პატარა ბავშვი და ასეინებთ უნებრივი რაღაცა მეზობლების რო უყურებ ეხლა ბავშვია ყველას უყვარს მესამებიან როგორ არის გოგონა რაღაცა ერთი მეზობელი ყავს ძალიან კეთილი ხალია ხო ეს ყველას ყავს ერთი ეგეთი სათნო მეზობელი რა აი არ არსებობს დედამიწას მეტეორი რომ დაეცეს არა ის მაინც კეთილია რა მოხდა რა არის არმაგედონია ვაიმე კარგ დღეს გისურვებ ხო და ესეთი კეთილი ხალია რა
ბიჭო, სულ ხდება ესე გესაუბრა და ეხლა ამასაც ჩამოდივარ სახლიდან მეორე სართულზე ვცხოვრობ და ლიფტი იყო ლიფტით ვერ ჩამოდივარ, ფეხით მოვდივარ კიბეზე და შევეჩეხი ამ ქალბატონს, ალაგებს თავის სადარბაზოს სართულს აპრიალის და მივესალმე, გამარჯობა, როგორ ახართ, კარგად ხარ, როგორ ბრძანდებით, როგორ ვიქნები ეს მეუბნება, ნიკა რა კარგი დღეა, ესეთი მზიანი დღეა, კარგი დღეა და კარგ დღეს გისურვებთ, დიდი მადლობა, თქვენს კარგ დღეს გისურვებთ. როგორ არის პატარა? აი, კარგად, ძალიან საყვარელი ყავთ, რა კარგია, რა საყვარელი რაღაცა. როგორ არის, რა შვება? იზრდება, ვირდება? ამ სათნოხმი 8 თვის, აი ჩემთვის არის, ხო ხდები, აი მშობლები, შვილებს, ნუ ბიჭო თუ გინდა რა მნიშვნელობა აქვს? შვილებს ვადარებთ ან გელოზებს, ან რაღაც და მე რომ მოვდივარ და დავტოვე, ჯერ კიდე ისიც იქ მაქვს, რომ დავტოვე ის და ეს ჩემიო და გოგონა, ჩემი ლამაზი პატარა ანგელოზი შვილი. იზრდება, ვირდება. ასეა, ასე, კეთილად ასე. ობრება, ესია მოწყობილი. აუ, ბავშვებზე გამასცენ და აი რა საღარ ვაკეთებ, ხან თეატრი, ხან კინო, ხან შოუ, ხან მომღერალი, რაღაც ვიხევი შუაზე კაცი და ჩემი შვილი როგორ ბლატაოს თავის მაგას რაღაცები რომ უფუჭდება, მოდის ვუკეთებ ხოლმე და მე თავის მაგ ჩემი мама ხელოსანია. და პატარა გოგომ გააზრო მეორე მესვისაც წამოწოლილი რომ თავის პადრუგას ეუბნება რომ ჩემი мама გოგო ბალერინაა. ეს რაზე დაასვა არ ვიცი, მაგრამ მამა ჩემი მოლარია. საკაი. ესე იგი რა უნდა ვთქვათ, რომ ახლა მხოლოდ ქართულიო დაიწყება, ალბათ მაგ პერიოდში შეჩერდება, ხო, შოუ და მე დაიწყება მხოლოდ ქართულია. არ მგონია. ხო, იმიტომ რომ კამპანიები ხართ თუ ორშაბათი იქნება. ავირიეთ ცოტა. არა, კონკრეტულად ესეთი ამბავია. შემოდგომა ზამთრის სეზონი გვიწევს მხოლოდ ქართული. შემოდგომა ზამთრის სეზონი. ჩვენ მაინც fashion twin-ი გვაქვს და სეზონი გვიწევს ეს არა ხო? კი ბატონო. მთავარი და ორივეს დარწმუნებული ვარ, რომ გავართმევთ თავს რა. ის ზამთრის სეზონის ამბავია, ეს ზაფხულის სეზონის ამბავია. მოკლედ ბიჭებო, მე მინდა წარმატებები გისურვოთ თქვენ. მადლობთ. საკუთრებით, იმიტომ რომ მართლა დიდი ხანი ვემზადებოდით ამ პროექტის შესაძლებად, ჩვენი გუნდიც მთლიანად. მე იმედი მაქვს, რომ ძალიან სასაცილო და სახალისო იქნება. ანუ ეს არ არის რა, მხოლოდ იუმორისტული პროექტი, მინდა მაყურებელს უთხრა, ეს არის გასართობი, რომ ადამიანებს ცოტა შეუგოთ მდგომარეობა და გავართოთ. ჩვენი მიზანი ხო ეს არის, რომ ადამიანები გავართოთ. მაგისთვის ვარ დაბადებულები. და ძალიან დიდი მადლობა შენ, რომ აი ესეთ რთულ პერიოდში თან ჩვენი არხი ხა არ არის ფუფუნებაში და ძალიან დიდი მადლობა, რომ ყველაფერი გააკეთე იმისათვის, რომ ეს პროექტი გავიდეს. შენს და ყველა ბიჭებს ვინც აქ ხართ, ყველა სცენარისტს და ყველა ვინც კი ამაში მონაწილეობს. მადლობა. ხო, ძალიან კარგი რა არის, ანუ იცი მაყურებელს უთხრათ რა. ძალიან კარგი არის, რომ ჩვენს შოუზე გარდა იმისა, რომ გამოცდილი და მაგარი სცენარისტები ბევრი ყავს, კიდევ გვეყოლებიან ახალი და ეს ახალი ხო ის ყოველთვის კარგი. ისეთებს, მოკლედ ისეთ რაღაცებს იგონებენ, რომ ჩვენ თვითონაც ბევრს ხალისობთ რა. ამას მე გადმოვიტანთ ეკრანში და მაყურებელს ძალიან. კი ბატონო, ველოდებით ორშაბათს ზუსტად 22 საათზე, ანუ საღამოს 10 საათზე. ეთერშია მთავარი არხის, ეთერში არის მთავარი ბიჭები, ესეთი შოუ დავართოთ. თუ გადაცემა მთავარი ბიჭები. რომლის წამყვანები დღეს იყვნენ ჩვენი გადაცემის სტუმრები, ესენი იყვნენ ნიკა გრიგოლია, ილარიონ ბელოფეროშვილი და ვადიმ თარხნიშვილი. დიდი მადლობა მობრძანებისთვის. მადლობა.